ახალი რეკრეაციული სივრცეები თბილისში მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ დიდ დიღომში კონკრეტული ტერიტორიების რეაბილიტაცია დაწყებულია და ერგვება ხემცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, განათების ბოძები და მოიწყობა საპარკო ინფრასტრუქტურა, გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი ზონის დაგეგმარება. ცხადია იობიძე ამბობთ. დიდ დიღომს მალე სამი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ახლა ტერიტორიების გასუფთავება მიმდინარეობს, შემდეგ კი სამშენებლო სამუშაო დაიწყება. საერთაშორისო სტანდარტის სივრცეები მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად უპასუხებს. ჩვენ რა გვჭირდება სიმწვანე, უნება, რეკრეაცია დატვირთ თუ ქალაქის რეჟიმში, რომ გასართობი ჩასასვლელი კონდეს ჰაერზე გასეირნება და ჟანგბადი რამდენად მნიშვნელოვანია პატარებისთვის, მithom აუცილებელია ჰაერზე ყოფნა. მე დასვენება სჭირდება ან დაღლილ ადამიანს. სამივე ადგილი სრულად აღიჭურვება საპარკო ინფრასტრუქტურით. მოიწყობა სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი სივრცეები და ველობილიკები. სკვერის რეაბილიტაციის პროცესში მოიწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პროექტის დასრულების შემდგომ მივიღებთ სრულიად ახალ განახლებულ თანამედროვე რეკრეაციულ სივრცეს. რეკრეაციული სივრცეები თბილისის მერიის პრიორიტეტია. დიდ დიღომს ინფრასტრუქტურული სამუშაოს დასრულების შემდეგ 47,000 ჰექტარის გასართობი და დასასვენებელი სივრცე შეემატება. მნიშვნელოვანი არის, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და მოწესრიგებული სივრცეები გქონდეს. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით. 47,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ირგვება ახალი ხემცენარეები, ეწყობა საბავშვო სივრცეები, სავარჯიშო სივრცეები. ყველანაირად ადაპტირებული იქნება ყველა თაობის ადამიანებისათვის და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და მოვუაროთ ამ არსებულ სივრცეებს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2,400,000 ლარს შეადგენს.